და პრობლემა არ არის. იგივე ბიჭებო თქვენ. იგივე თქვენ. თამაზე არის. ჯარი არის მოგვიდები. მოდი ჯარი უნდა იყოს ნოველი. შეატანინე და მე უკვე წერილით მიმართეთ. ან მივლინებაშია გასაგზავნით. პრობლემები გვაქვს რომ დარბაზი აწვით ჩვენს დარბაზს ძალიან ცუდი მდგომარეობაა. არ არის ელემენტარული პირობები იმისთვის რომ ბავშვები ნორმალურად ჩადარდეს ვარჯიშში. ყავს 5 წლიდან ვიყავ ბავშვებს და წარმოიდგინე ახლა 5 წლის ბავშვი გაყინულ დარბაზში რომ შემოვა, სადაც არ არის ელემენტარული პირობები, ძალიან ცუდია. ერთი დარბაზი არის, ძირითადი დარბაზი, ჭიტაცხარის დარბაზი, ჭიტაცხარის დარბაზში ემთხვევა ღონისძიებები, ხშირია რომ ღონისძიებები ხან ჭიდაობა, ბოქსი, რაც სახეობებია, თითქმის ყველა სახეობები შემოდის ამ დარბაზში. და გვიცდება ვარჯიშები. ისეთი მეორე დარბაზი, რომ რაღაც პატარა დარბაზი არ აქვს. ბატონ ლევანი, კურსია ყველაფერი, შეგვიძლია რომ მაქსიმალურად გააკეთებს ყველაფერს რა ისი საშუალებაც იქნება და გვერდება რომ ახალი დარბაზი ექნება ქალაქს, მაგრამ ეს რაღაც ცოტა შორი პერსპექტივაა, მაგრამ ჩვენ ახლა აი დღევანდელ ეტაპზე გვჭირდებოდა რომ რაღაც იმ არსებული დარბაზის რაღაც რეაბილიტაცია. მინდოდა მომესმინა მათი პრობლემები, რა პრობლემები წინაშე დგას რეგიონი საერთოდ ამ სპორტის მხრივ, რა პირობები აქვს და რითი ცხოვრობენ. ნუ რო გითხრა ძალიან მძიმე ვითარება იმ მხრივ რომ ეს პირობები რომლებიც დღეს სამეგრელო ზემოსვანეთში არსებობს ის არანაირად არ ჯდება იმ ჩარჩოში, სადაც შეიძლება დიდი სპორტსმენი რო გაიზარდოს. შევეცდებით ახლა გამგებლებთან მექნება შეხვედრა და შევეცდები რომ მაქსიმალურად ჩვენივე რაღაც ხარჯებით და იმეებით პირობები შეუქმნათ, მაქსიმალური პირობები რომ ამ ახალგაზრდებს შეუქმნათ ის მივცეთ ის საშუალება რომ გაიზარდონ და საქართველოს სახელით გამოვიდნენ ამა თუ იმ ტურნირებში. როგორც ვიცი, პრაქტიკულად გადაწყვეტილიც არის რომ ერთ-ერთი სპორტის სასახლე აშენდება სამეგრელოს რეგიონში, მულტიფუნქციური სპორტის სასახლე. ეს სპორტ კომპლექსი როდიდან უნდა დაიწყოს დაახლოებით მშენებლობა და თუ გაქვთ ინფორმაცია? სპორტის სამინისტრო გადაწყვიტავს და მე მგონი 2015 წელს დაიწყება. ჩვენ უკვე მივაწოდეთ ტერიტორიას, სადაც უნდა აშენდეს სპორტის სასახლე. ჩვენთან სად აშენდება, რა ტერიტორიაზე საუბარი? აი როცა დაიწყება შენებლობა, მაშინ ნახავთ და უფრო ემით იქნება. დღეს ახლა წინასწარ რამოდენიმე ტერიტორია გვაქვს ჩვენ გამოყოფილი, 2 ტერიტორიაა და რომელიც უფრო მისასვლელად ლოჯისტიკის სახით იქნება მისაღები, იმ ტერიტორიაზე გადავწყვიტავთ.